საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ამ დრომდე არასახელებს ზუსტ მიზეზს, რამ გამოიწვია წუხელთ საქართველოს დიდი ნაწილისთვის ელექტროენერგიის შეწყვეტა. ელექტროსისტემა აცხადებს, რომ მოხდა ავარია. მისი გამომწვევი მიზეზები კი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. თბილისი და საქართველოს რეგიონები წუხელ ღამის 12 საათსა და 10 წუთზე ჩაბნელდა. ელექტროენერგია შეუწყდა ოკუპირებულ აფხაზეთსაც. ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა მხოლოდ გათიშვიდან 2 საათის შემდეგ ეტაპობრივად დაიწყო. სრულად კი მხოლოდ დღეს დილით აღდგა. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით ელექტროენერგიის გათიშვა ენგურჰეზზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია. თუმცა საქართველოს ელექტროსისტემა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. დღის ბოლოს განცხადება გაავრცელა სემეკმა, რომელშიც ნათქვამია, რომ ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყეს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანახმად, სემეკის შემსწავლელ ჯგუფს შეუზღუდავი წვდომა მიანიჭა რეგულირებული საწარმოების მონაცემებსა და შესაბამის ინფორმაციებზე.